Om Namo Bhagavate Vasudevaya. 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 So reading from Srimad Bhagavatam, Canto 6, Chapter 1, text number 34. მოგესალმებით, ჩვენ ვკითხულობთ შრიმად ბჰაგავატამს მე-6 სიმღერის პირველი თავის 34 ლექსს. It's actually 34 to 36. უფრო სწორედ 34-დან 36 ლექსების ჩათვლით ვკითხულობთ დღეს. Sarve Padma Palakshataha Pita Kosheya Vasashaha Vitina Kundalino Lasat Pushkalamalinaha Sarve Chanun Na Vayasaha Sarve Charu Ujaha Tanu Nishangashi Yadi Yada Shankakarambuja Shoviti Mirat Okaha Urvantak Svenatejasa Kimatam Dharmapalasya Kinkarana Nishedataha Nishedataha Sarve, all of you. Quen. Padma Palasa, Akshaha, with eyes like the petals of a lotus flower. Lotosis ფურცლების მაგვარი თვალებით. Pita, yellow. ყვითელი. Kosheya, silk. აბრეშუმის. Vashasaha, wedding garments. სამოსელი გაცვიათ. Kiritinaha, with helmets. ჩაფხუტებით. Kundalinaha, with earrings. საყურეები. Lasat, glittering. ბრწყინავი. Pushkaramalinaha, with a garland of lotus flowers. ლოტოსის ყვავილწყნულებით. Sarve, all of you. ყველანი. Cha, also. აგრეთვე. Nutna, vyasaha, very useful. მეტად ნორჩი. Sarve, all of you. თქვენ. Charu, very beautiful. მეტად მშვენიერი. Chatahu bujaha, ოთხი ხე. Sorry, Maharaj. ოთხი ხე. Bo. შვილდით. Nishanga, quivers of arrows. აპარჭით. Asi, sword. ხმლით. Gada, club. კვერთხით. Shanka, conch shell. ნიჟარით. Chakra, this. დისკოთი. Ambuja, lotus flower. ლოტოსის ყვავილით. Shriyaha, decorated with. მორთული. Dishaha, all directions. ყველა მიმართულებით. Vitimira, without darkness. სიბნელის გამფანტველი. Alokaha, ordinarily illumination. ნათებას. Or extraordinary illumination. ექსტრაორდინალურ ნათებას. Kurvantaha, exhibiting.
ავლენთ Svena by our own. თქვენი Vedasa effulgence. ციალით Him artam. What is the purpose? რისთვის Dharma palasya of Yamaraj, the maintainer of religious principle. yamarajas რელიგიის მცველს Kintara servants. სახურები Naha us. ჩვენ Nishedata. You are forbidding. გვიშლით Translation. The order carrier. There's no English there, so you can read it. Okay, Maharaj. თარგმანი თარგმანი მისი ღვთაებრივი მოწყალების აფაიჩარან ფაქტი ვედანტა სვამი პრაბჰუპადას. Yamarajas ებგურებმა თქვენს თქვენ თვალები ლოტოსის ფურცლებს მიგიგავთ. ყვითელ აბრეშუმში გამოწყობილებს ლოტოსის ყვავილწნულებით მორთულებს ძვირფასი ჩაფხუტები და საყურეები გამშვენებთ. ჩვენიერო ყმაწვილებო, თქვენ თითოეულს 4 ხელში გიჭირავთ მშვილდები, თავთავიანთი ისრებით, სავსე კაპარჭებით, ხმლებით, კვერთხები, ნიჟარები, დისკოები და ლოტოსის ყვავილები. თქვენმა ციალმა არაჩვეულებრივი შუქი მოხფინა აქაურობას და წყდიადი გაფანტა. ახლა კი პატივცემულებო, გითხარით, რატომ გვიშლით ხელს? განმარტება. უცხოს გაცნობამდე მის შესახებ მსჯელობა მისი ტანისამოსის, გარეგნობისა და ქცევის მიხედვით შეიძლება. ამიტომ იყო რომ ვიშნუ დუტების ხილვისას იამა დუტები განცვიფრდნენ და თქვეს. თქვენი გარეგნობა იმაზე მეტყველებს, რომ უაღრესად კეთილშობილნი ბრძანდებით და ისეთ ზეციურ ძალას ფლობ, რომ თქვენმა ნათებამ მატერიალურ სამყაროში დასადგურებული წყდიადი გაფანტა. მას რატომ გვიშლით ჩვენი მოვალეობის შესრულებას? მოგვიანებით გაირკვევა, რომ იამა დუტებმა, Yamarajas ებგურებმა აჯამილა შეცდომით ჩათვალეს ცოდვილად. მათ არ იცოდნენ, რომ მთელი ცხოვრების ცოდვაში გატარების მიუხედავად აჯამილა განწმენდილი იყო გამუდმებით ნარაიანას წმინდა სახელის წარმოთქმით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვინც თავად ვაიშნავი არ არის, სხვა ვაიშნავის ქცევას ვერ გაიგებს. ამ ლექსებში მშვენივრადაა აღწერილი ვაიკუნ ჰოლოკების მცხოვრებთა სამოსელი და გარეგნობა. ვაიკუნთა ლოკების მცხოვრებთა სამოსელი და გარეგნობა. ვაიკუნთას მცხოვრებლებს, რომელთაც ყვავილწნულები ამშვენებთ და ყოველი აბრეშუმი ჰმოსავთ, 4-4 ხელი აქვთ, რომლებშიც სხვადასხვა იარაღი უჭირავთ. ასე რომ, გარეგნობით ისინი უფალ ვიშნუს ჰგვანან. ვინაიდან ვაიკუნთას მცხოვრებლებმა განთავისუფლებმა სარუპიას მიაღწიეს, მათ ისეთივე გარეგნობა აქვთ, როგორიც ნარაიანას, მაგრამ მაინც მის მსახურებად რჩებიან და შესანიშნავად იციან, რომ მათი ბატონი ნარაიანა, ანუ კრიშნაა და რომ ისინი მისი მსახურები არიან. ყოველი მათგანი თვითშეცნობილი, მარად განთავისუფლებული, ნიტია მუქტა, სულია და სავსებით შეუძლიათ თავი ნარაიანად ან ვიშნუდ გამოაცხადონ, მაგრამ ისინი ასე არასდროს იქცევიან, რჩებიან კრიშნას ცნობიერებაში და ერთგულად ემსახურებიან მას. ასეთია ცხოვრება ვაიკუნთა ლოკაზე. სწორედ ასევე ის, ვინც კრიშნას ცნობიერების ჩვენი მოძრაობის დახმარებით უფლის ერთგულ სამსახურს ისწავლის, მარად ვაიკუნთა ლოკაზე იცხოვრებს და მატერიალურ სამყაროსთან არაფრით იქნება დაკავშირებული. Namah Vishnu Padaya Krishna Pasaya Bhutale Srimati Bhaktivedanta Swaminiti Namine Namaste Saraswati Deve Gauravani Pacharine Nirvishesha Sunyavadi Pastachari Sutarine. So here it says that the Yamadutas, they could understand that they were exalted personalities.
by their outward appearance. აქ აღწერილია, რომ იამადუტებმა შეძლეს და მიხვდნენ, რომ ეს პიროვნებები, ვინც გამოეცხადნენ, აღმატებული პიროვნებები გახდა. And but Prabhupada says that a fool remains undisclosed until he opens his mouth. It doesn't matter how he's dressed. თუმცა შრილა პრაბჰუპადა ამბობს, რომ სულელი ესე იგი სულელზე ვერაფერს ვერ გაიგებთ, სანამ იგი პირს არ გააგებს. So what does it mean? ასე რომ რას ნიშნავს ეს გამოთქმა? So, in material terms, we can actually see somebody's material body and activities, and we can have some idea of his position in society. ესე იგი, მატერიალურ სამყაროში ჩვენ შეგვიძლია ერთი შეხედვით გარეგნულად რაღაც დასკვნები გამოვიტანოთ პიროვნების პოზიციასა და მის ასე რომ ვთქვათ მდგომარეობაზე საზოგადოებაში. If somebody is like riding in a Rolls Royce car, we can understand that he's got some money. თუ კი ვინმე Rolls Royce-ის მანქანას ატარებს, ჩვენ უნდა მივხვდეთ, რომ მას ფული აქვს. And also by physiognomy, by looking at the person's features, we can tell whether they've got a pious background or maybe impious background. ასევე პიროვნების გარეგნული გამოყურებით თუ კი როგორი ასე რომ ვთქვათ ნაწილები აქვს მას, აქედან გამომდინარე ჩვენ შეიძლება მივხვდეთ, რომ როგორი წარმომავლობა გააჩნია ამ პიროვნების. But until when he opens his mouth, then he reveals whether he actually understands anything about the soul. თუმცა სანამ და როდესაც იგი პირს გააღებს, მაშინ ჩვენ შეგვიძლია უკვე მივხვდეთ რამე თუ იცის სულის შესახებ. So but later on it says that the Yamadutas they assume that the Vishnu Dutas knew the religious principles of it. He didn't say that, but he says that why was such an exalted person stopping them from doing their duty? აქ ნათქვამია, რომ იამადუტები გაკვირვებულები არიან თუ რატომ ესეთი აღმატებული პიროვნებები რატომ უშლიან მათ თავიანთი მოვალეობის შესრულებაში ხელს. So that means that the Yamadutas knew what the duty of life is, and they were assuming that the Vishnu Dutas also knew that. იამადუტებმა მშვენივრად იციან, რაში მდგომარეობს თავიანთი მოვალეობა და მათ ესეთი დაშვება გააკეთეს, რომ ვიშნუდუტებმაც კარგად იციან ეს. But it was a bit of speculation on their part. თუმცა ცოტა არ იყოს, ასე რომ ვთქვათ, სპეკულაციები იყო მათი მხრიდან. Because some like Ravan, he said he was very effulgent and very handsome. აი მაგალითად ავიღოთ რავანა, რომელიც ძალიან ბრწყინვალე და კარგად შესახედი იყო. So you'd be wrong in thinking that he was actually spiritually advanced. თუმცა შეიძლება ვინმეს ეფიქრა მცდარად, რომ იგი სულიერად განვითარებული იყო. And so we have to be careful, we don't judge people, even in spiritual life, by externals. ასე რომ ჩვენ ძალიან ასე რომ ვთქვათ, ყურადღებით უნდა ვიყოთ, რადგან სულიერი ცხოვრება არ არის დამოკიდებული გარეგნობაზე. I remember many years ago, there was one young man, he used to come to the temple, and he was so effulgent, it was unbelievable.
მე მახსოვს ერთი ახალგაზრდა როგორ დადიოდა ტაძარში, რომელიც ძალიან წყინვალედ გამოიყურებოდა, ვერც კი წარმოგიდგენიათ, როგორი კარგი შესახედი იყო. And he used to dress in dhoti and kurta. ის თოტიში და კირტაში იყო გამოწყობილი. And everybody was looking at him and saying, where does he come from? და ყველა უყურებდა და ფიქრობდა, საიდან მოდის ის? Because usually when somebody's like, a devotee, you know them for some reason. იმიტომ რომ თუ კი ვინმე ერთგულია, თქვენ მის შესახებ იცით ასე თუ ისე ვინ არის. But when devotees started talking to him, they could realize that he wasn't very advanced in devotional service. თუმცა ერთგულები როცა მას გაესაუბრნენ, მიხვდნენ რომ ის არ იყო ძალიან წინწასული ერთგულმსახურებაში. And eventually found out the reason he was so effulgent, he used to put Vaseline on his face. What Maharaj? Vaseline. No. What is this? Vaseline, it's like it's a petroleum jelly which you put to moisten the skin, but it's very shiny. You used to rub it all over his head. ესე იგი, როდესაც ესე გაესაუბრნენ, მიხვდნენ რომ სულიერად წინწასული არ იყო, იგი უბრალოდ ისვამდა რაღაც მას, რომელიც მის კანს აბწყინვალებდა. You could see him coming 100 yards away. და კილომეტრებიდან, ძალიან შორიდან ჩანდა, რომ იგი ესე ანათებდა ასე რომ. And so by eyes we cannot understand. ასე რომ ჩვენ თვალებით ვერ მივხვდებით. So it's only by hearing we can understand if somebody's an actually elevated person or not. მხოლოდ მოსმენით შეგვიძლია გავარკვიოთ ვინმე ამაღლებული პიროვნებაა თუ არა. Just like Jad Barrett, King Rahugan, he was really blaspheming him. აი მაგალითად ჯადა ფარატა და ესე იგი რაჰუგანა მეფე ერთ-ერთი, რომელიც ამის მაგალითია. But as soon as Jad Barrett started talking, he couldn't believe it. How does such wisdom come out of somebody like that, და როდესაც ჯადა ფარატამ ესეთი საუბარი დაიწყო, დიალოგი შედგა მათ შორის, მეფე გაგიჟებული იყო ესეთი პიროვნება როგორ საუბრობს ესე სულზეო. So this is this hearing process reveals everything. ასე რომ მოსმენის პროცესი ყველაფერს ამჟღავნებს. And so also it says here that talking about only a Vaishnava will know the activities of a Vaishnava. აქ ნათქვამია, რომ მხოლოდ ვაიშნავს შეუძლია გაიგოს სხვა ვაიშნავის ქმედებების არსი. So what does that mean? რა ხდება? It's like, in society, a Vaishnava, unless he's got a dhoti on and tea lights and neck beads, people just think that he's actually doing what they're doing. სანამ ასე რომ ვთქვათ, ადამიანს ტილაკი, თოტი და სამედიტაციო მძივები აქვს, მაქამდე ფიქრობენ ვაიშნავები, რომ ეს პიროვნება ისე იქცევა, როგორც თვითონ იქცევია. And even if he's got Vaishnava tea like and dhoti and everything, if he's doing the same activities as they are, they'll think he's just an ordinary person.
თუნდაც ესე იყოს გამოწყობილი როგორც ვაიშნავი და იმავე საქმიანობებს აკეთებდეს როგორც თავად იქცევიან ვაიშნავები, ისინი ფიქრობენ, რომ ჩვეულებრივი ერთგულია. And so it takes somebody to understand what it means to be a Vaishnava, to understand the person. თუმცა ადამიანმა უნდა გაიგოს, რას ნიშნავს სინამდვილეში იყო ვაიშნავი და რა დგას ამის უკან. And even a Vaishnava, he may actually even become fallen. თუნდაც ვაიშნავი იყოს, შეიძლება იგი დაეცეს ან დაცემული იყოს. And even other Vaishnavas who are not so advanced, they might actually criticize him. თუმცა და მიუხედავად იმისა, რომ წინწასული შეიძლება არ გახლდეთ ასევე ვაიშნავი, შეიძლება კრიტიკის მსხვერპლი გახდეს. But that's a mistake. თუმცა ეს შეცდომა გახლავთ. Because, even though he may be not practicing so strictly, or maybe not practicing at all, he's still actually under the care of the Supreme Personality of God personally. და თუნდაც იგი არასრულყოფილად აპრაქტიკებდეს ერთგულმსახურებას, ან საერთოდაც არ აპრაქტიკებდეს ერთგულმსახურებას, იგი უზენაესი უფლის დაცვის ქვეშ იმყოფება პიროვნულად. I'll see if I can find the verse. There's one nice verse in the Bhagavatam, I'll try and find it. ეხლა ბჰაგავატამში ერთი მშვენიერი ლექსი უნდა ვიპოვო. Not a minute. Now I can read the verse. ახლა წავიკითხო. What is the verse number, Maharaj? Anyway, the report is that, it's talking about one who falls down from devotional service. It's like a child. The son of a rich man is, different from the son of a poor man, even though temporarily he may be separated from his rich father. ნებისმიერ შემთხვევაში ამ ლექსის განმარტებაში ნათქვამია, რომ როდესაც ძალიან დიდი განსხვავება არის მდიდარი პიროვნების შვილს და ღარიბი პიროვნების შვილს შორის, რადგანაც თუნდაც დროებით მდიდარი პიროვნების შვილი გაეშოროს მამას, I'll find it now. I've got it. ახლავე ვიპოვი ამ ლექსს. Since 119. 119. My dear Vyas, even though a devotee of Lord Krishna sometimes falls down, somehow or other, he certainly does not undergo material existence like other fruitive workers.
თუნდაც ესე იგი პიროვნება დაეცეს ქვემოთ, როგორც მაგალითად ერთგული დაეცეს, თუნდაც იგი იყოს ისევე გარეგნულად, როგორც ჩვეულებრივი კარმი, because a person who has once relished the taste of the lotus feet of the Lord can do nothing but remember that ecstasy again and again. მისი, ასე რომ ვთქვათ, ეს გემო, რომელიც მას ერთგული მსახურებიდან შემორჩა, მას სულ გაახსენებს თავს. Maharaj, by the way, what is the purport number? Verse number? Yeah, verse number, Maharaj. 1519. 1519. Okay. So I know devotees who, sometimes you meet devotees who left Krishna consciousness, and they'll always say, that was the best time of my life. მე ვიცნობ პიროვნებებს, რომლებმაც ასე თუ ისე დატოვეს კრიშნას ცნობიერება და ისინი ამბობენ, რომ ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები ზუსტად კრიშნას ცნობიერებაში გავატარა. But somehow or other they can't actually practice again. თუმცა ასე თუ ისე დაუდგათ დრო, რომ ისინი ამას ვერ აპრაქტიკებენ უკვე. So, Prabhupada said, we should never leave this movement. და პრაბჰუპადამ თქვა, რომ თქვენ არასდროს უნდა დატოვოთ ეს მოძრაობა. Because it takes great determination to practice devotional service. იმიტომ რომ დიდ სულისკვეთებას მოითხოვს ეს ერთგული მსახურების პრაქტიკა. And if we actually leave devotional service, we're at a disadvantage because that determination is actually broken. და თუ კი დავტოვებთ კრიშნას ცნობიერების ამ მოძრაობას და ერთგულ მსახურებას, მაშინ ესეთი სულისკვეთება გაგვიტყდება, დაგვეკარგება. So, we have to be very, very strict about it, practicing nicely. ასე რომ ჩვენ ძალიან მკაცრად უნდა მივსდევდეთ ამ ერთგულ მსახურებას, რადგანაც მშვენივრად ვაპრაქტიკოთ. The daily programs that we follow as a devotee, they have been a very big effect on our ability to practice Krishna consciousness. ყოველი დილის პროგრამა, რომელსაც ერთგული გადის, უდიდეს ძალასა და სულისკვეთებას იძლევა ერთგული მსახურების გაგრძელებისთვის. And other people, but if we're not a very intelligent devotee, we may actually criticize devotees who don't leave the process. და თუმცა თუ კი ჩვენ არ ისეთი მოკლეჭკუისანი ვართ, მაშინ კრიტიკას დავუწყებთ ერთგულებს, ვინც არასდროს ტოვებენ მოძრაობას. But the devotees think, there, but by the grace of God, go I. You understand? No, it could be me next, in other words, if I'm not careful. ესე იგი მერთის წყალობით მე ასე რომ ვთქვათ მათნაირი არ ვარო, თუ რაღაც მსგავსი მიხუმრა მაჰარაჯა ვერ გავიგე ზუსტად კარგად ბოდიში. Yes, so this taste we get in devotional service, we don't get it anywhere else. ესე იგი თუ კი ჩვენ ეს ერთგული მსახურების გემო ვიგებთ, მაშინ ჩვენ ვერსად ვერ გავიქცევით უკვე. Actually, the Karmis get a strong taste. ასევე ვინც სტუმრები არიან და მოდიან, ძალიან დიდ გემოს გრძნობენ. They always end in misery. და
Always what Maharaj? Always ends in misery. და ეს დანარჩენი უფრო სწორედ დანარჩენი გემოები, რომელსაც ჩვენ გებულობთ, ხო? ყოველთვის გულგაცრუებამდე მივყავართ. This is the material world. იმიტომ რომ ეს მატერიალური სამყაროა. There was Charles Dickens. He wrote one play. He called it Great Expectations. ერთ კოლეჯში ერთი დიადი პიროვნება ამბობდა, რომ ამას ქვია დიდი მოლოდინები. So this is a good title for the material world. ასე რომ კარგი სათაური იქნებოდა ეს დიადი მოლოდინები მატერიალურ სამყაროს. A lot of people have got great expectations. ბევრ პიროვნებას ესეთი დიადი მოლოდინები გააჩნია. But they never actually realize those expectations. They're always disappointed. თუმცა ისინი ვერ იაზრებენ, რომ ესეთი მოლოდინები აუცილებლად სრულდება ხოლმე. Okay, so we'll go back to the verse. ასე რომ მოდი დაუბრუნდეთ ახლა ლექსს. There's one. Why is it that a devotee who falls down is never, how is it that he's still protected? როგორ არის ერთგული, რომელიც დაეცა, ყოველთვის დაცული? There's a nice verse in it's quoted in the Nectar of Devotion actually, but it's from the Nishringa Purana. ეს ერთგულების ნექტარშია მოცემული ეს ძალიან მშვენიერი ლექსი, რომელიც სინამდვილეში ნიშინგა პურანადან არის. And Lord Nrsimhadev says, one who takes shelter of me in all earnestness, then he becomes my ward, and I protect him from all kinds of calamities. როდესაც იქნა თქვამია უფალინ შინგადევა ამბობთ, რომ თუ კი ერთგული შემაფარებს მე თავს, მაშინ იგი ჩემი სიტყვა ხდება და მე ყოველთვის ვიცავ მას. And so in this way, even though, just like Lord Chaitanya, he had one servant who became attracted to the Bhatta Haris, to the women. They were enticing him. როგორც უფალ ჩაიტანიას ერთი მოწაფე ჰყავდა, რომელიც ერთი ქალის მიმართ მიჯაჭულობით And so it says a good servant will never leave the service of his master. და მას უთხრეს, რომ ესე იგი კარგი მსახური არასდროს ტოვებს ბატონს. And a good master will never desert his servant. და კარგი ესე იგი კარგი ოსტატი. So Lord Chaitanya ran after him and brought him back. He saved him from being seduced by the Bhatta Haris. და კარგი ოსტატი არასდროს უშვებს თავის მოწაფეს და ზუსტად ასევე უფალმა ჩაიტანიამ უკან დააბრუნა ეს პიროვნება. But then he told him to go back, and he then traveled alone. და მას შემდეგ უთხრა, რომ დაბრუნებულიყო და მარტო ემოგზაურა. So Krishna, he'll protect the devotee from ultimately falling down completely, but he'll leave him to also suffer, so that he learns a lesson. კრიშნა ყოველთვის აძლევს ჩანს ერთგულს დაუბრუნდეს ერთგულმსახურებას, სანამ იგი თლიანად და საბოლოოდ არ დაეცემა. თუმცა ასევე ამ შანსთან ერთად ტკივილის უფლებასაც აძლევს, რადგან გაკვეთილი ასწავლოს.
Ajamili was very, very simple. აჯამილა ძალიან ცოდვილი გახდა. But, Krishna didn't forget his service. თუმცა კრიშნამ მისი მსახურება არ დაივიწყა. But eventually, because he became so fallen, he had to see the Yamadutas. თუმცა იმის გამო რომ ძალიან დაეცა მოუწია რომ იამადუტები ეხილა. So this is not advisable. ეს არ არის ძალიან ასე რომ ვთქვათ, რეკომენდირებული. Then the last point, it says that, one who acts just like the Vishnu Dutas, they never assume themselves to be, great personalities. They were always thinking themselves as servants of Lord Vishnu. აი, მაგალითად ვიშნუ დუტები, ისინი არასდროს ფიქრობენ თავიანთ თავებზე, რომ აღმატებული პიროვნებები არიან, ისინი ყოველთვის უფლის მსახურებად აღიქვამენ საკუთარ თავს. So, when we take the devotional service, if we're actually practicing, then relatively, we don't have hardly any material desires. And if we're completely pure, no material desires. როდესაც ერთ გულმსახურებას მისდევს პიროვნება, მივსდევთ ჩვენ, მაშინ არანაირი მატერიალური სურვილი არ გვიჩნდება და თუ კი ამას ერთ გულმსახურებაში სრულყოფას მივაღწევთ, საერთოდ გაგვიქრება იქ. In Bhagavad Gita, desires may come, but they don't really affect us. Bhagavad Gita-ში ნათქვამია, რომ ეს სურვილები შეიძლება მოვიდეს, მაგრამ ისინი ჩვენ ვერ გვეხება. Because, the desire may be there, but the inclination is not there anymore. თუნდაც ეს მისწრაფებები და სურვილები მოდიოდეს ხოლმე, სურვილი მოდიოდეს, მისწრაფება აღარ არის უკვე უпростоრ. Whereas with a materialistic person, the desire is there and the inclination is there. ხოლო materialურ პიროვნებას როგორც სურვილი, ასევე მისწრაფებაც აქვს ამისი. And so it's lack of inclinations is because we're actually wise. One thing we get in a higher taste, and we just think, I don't want that lower taste anymore. It may give some superficial happiness, and then I'll lose everything. თუმცა, როდესაც ადამიანმა იცის ერთგული მსახურების გემო, მაშინ ესეთი მიდრეკილებები უკვე აღარ აქვს, რადგან მას გაცნობიერებული აქვს, რომ თუ კი ამას აუყვები ასეთ მიდრეკილებას, თელ ჩემს ამ გონებას და გემოს დავკარგა. One nice verse in the 6th canto, it says, Narayana Parasarve Na Kutushana Vibhite Svarga Apavaga Narakeshu Api to Darshanam. That, a devotee is so satisfied in devotional service that he's not really inclined for liberation or having the planets, and he doesn't really care even if he's in a hellish condition. ამ ლექსში ნათქვამია, რომ თუ კი პიროვნება ერთგული მსახურებით არის დაკავებული და წარმატებულია მასში, მაშინ იგი არ არის უკვე მიჯაჭვული არც არ ღელავს არც კარგ მდგომარეობაზე, არც ცუდ მდგომარეობაზე, სამოთხეშია იგი თუ ჯოჯოხეთში. Because, he's got service, not service is fulfilling. იმიტომ რომ მას მსახურება გააჩნია და ეს მსახურება ყველა სურვილს უკმაყოფილებს. So the devotee's biggest fear is that he won't have any service. ასე რომ ერთგულები თავისი მსახურებით
ცხოვრობენ. I used to think that when I first joined the movement, actually. და როდესაც პირველად შემოვერთი მოძრაობას, ესე ვფიქრობდი. You know, because I'm all materially, I did material, you know, I've been in material life. Sometimes you have a job and sometimes you don't have a job. და ესე ვფიქრობდი, რომ ზოგჯერ პიროვნებას რახან მატერიალური ცნობიერება მქონდა, ვფიქრობდი, რომ ზოგჯერ პიროვნებას აქვს სამსახური, ზოგჯერ არა აქვს. So I was thinking, you know, what will happen if I get the strike? და რა მოხდება? Yes, Maharaj. რა მოხდება თუ კი მე გავიჭედები ამაში? Understand? Yes, Maharaj. So, ასე რომ რა მოხდებოდა? რა მოხდება? there's no unemployment in devotional services. So. ასე რომ არ არის ესეთი რამ ერთგულმსახურებაში, ასე რომ შვიდად შეგვიძლია ვიყო. There's enough jobs for everybody. ყველასთვის გამოიძებნება ესე იგი, ყველასთვის გამოიძებნება მსახურება სრულად. We just have to be in a healthy frame of mind to actually take that service, that's all. ასე რომ ჩვენ უბრალოდ ჯანმრთელ გონების მდგომარეობაში უნდა ვიყოთ, რომ ეს მსახურება ავიღოთ. ეს არის და ეს. So, you know, it's that actually peace that we get in devotional service and that satisfaction which actually maintains our devotional service. ის მშვიდობა, რომელსაც ჩვენ ერთგული მსახურების დროს ვიღებთ, შინაგანად გვაძლიერებს და გვაძლევს საშუალებას, რომ გავაგრძელოთ მსახურება. So the Yamadutas here, they're actually bewildered. Where do these people come from? And so they're making inquiry. Next we'll see how they make inquiries from the Vishnu Dutas. Yamadutებს გაუკვირდათ, საიდან მოვიდნენ ეს ვიშნუ დუტები, რატო გვიშლიან ხელს და საერთოდ რა უნდა ჩვენ? I remember when I first saw the devotees, it was on the television. მე მახსოვს, როცა პირველად ვიხილე ერთგულები ტელევიზორში ვნახე ისინი. And I said to my father, I said, where do they come from? და მე და ჩემ მამამ შევამჩნიეთ, რომ საიდან მოვიდნენ ისინი? I couldn't work it out. და ვერ მივხვდი, საიდან რა ხდებოდა. And lots of people can't work it out. და ასევე ძალიან ბევრი ადამიანი ვერ მიხვდა რა ხდებოდა. I told it last time I gave class, I said, I was speaking how I got on the bus. I had some tea left and I forgot to take it off. და ცოტა ხნის წინ მახსოვს იმაში ავტობუსში ვიდექი და დამავიწყდა, რომ ტილაკა მომეშორებინა გასვლამდე. And the reason I realized I got on this, there was this person who was in his 40s who was going, he couldn't work it out. Then I started smiling, and then he started smiling. He said, "What's that on you?" No. და მე როდესაც მოვიხედე, ვნახე ერთი, 40-50 წელს მიტანებული პიროვნება, როგორი გაკვირვებული მაცქერდებოდა და მე რომ მივხვდი რაში იყო საქმე, გავიღიმე და მანაც ღიმილით მიპასუხა.
Okay. Any questions? Any comments? თუ არის რაიმე შეკითხვები ან კომენტარები, გთხოვთ. ბოდიში თუ რამეს კითხულობთ არის ის არაფერი. What is the reason for decreasing the Bodishi. Sorry, Maharaj. Can who is asking come closer to here also here? The question is, what is the reason of decreasing our determination in devotion? მდგომარეობს რომ რა არის ის მიზეზი რითიც იკლებს ან იმატებს ჩვენი ერთგული მსახურება. Well, it mentions in the Bhagavad Gita that determination in all the goodness comes from steadfast yoga. აქ Bhagavad Gita-ში ნათქვამია რომ ესე იგი სულისკვეთება, რომელიც სათნოების გუნაში მდგომარეობს, იოგას პრაქტიკით მიიღწევა. So we perform in yoga. ასე რომ ჩვენ იოგას მივყვებით. And if we keep performing that yoga strictly, then we keep connected with Krishna. და თუ კი თქვენ გაყვებით იოგას პრაქტიკას მუდამ, მაშინ მუდამ დაკავშირებული იქნებით კრიშნასთან. And then, when we connect with Krishna, we've got unlimited determination. როდესაც ჩვენ კრიშნასთან ვართ დაკავშირებულები, ულევი და უთვალავი მოტივაცია გაგვაჩნია. And the only thing that can stop that is if we start to do things which will divert us from that practice. და ესეთი სულისკვეთების ქონა ან არ ქონა განსაზღვრავს ჩვენი ერთგული მსახურებიდან ერთგულების მსახურების ხარისხს. Therefore, we should be enthusiastically practice this process of devotion service. ასე რომ ჩვენ ენთუზიაზმით უნდა შევუდგეთ ერთგული მსახურების შესრულებას. And the next verse says that if we don't do that, it mentions the things that to avoid doing. და შემდეგ ერთგულების სწავლების ნექტარში განმარტებულია თუ რა არ უნდა გავაკეთოთ, რომ რა არ უნდა გავაკეთოთ. და რა უნდა გავაკეთოთ და მიიღეთ პრასადი ერთ-ერთი ის არის, ხო? It says that, if we associate with materialistic people too much, then we become like them. ეს ხუმრობა იყო და არ მიიღოთ პრასადიო, ეს ხუმრობა იყო და არ თუ კი მატერიალურ პიროვნებასთან იურთიერთებთ, თქვენ მასავით გახდებით. If you start talking about material things, it will affect our consciousness. და თუ კი მატერიალურ საქმიანობებზე დავიწყებთ საუბარს, მაშინ ჩვენს ცნობიერებაზე იმოქმედებს ეს. If we become lazy, then we become lazy then. When we have too much material association, become lazy in devotion service.
თუკი ჩვენ ასე რომ ვთქვათ გავხდებით რაღაც ვთქვათ ზარმაცები, მაშინ ჩვენი ერთგული მსახურებაც გაზარმაცდება. over endeavoring for material things. ნდომა არ ნდომა მატერიალური სურვილებისა და საქმიანობებისა. And we should eat what we need. We shouldn't eat too much because it takes away our ability to function. So we should eat so we can practice nicely. ასევე ჭამას რაც შეეხება, უნდა ვჭამოთ მხოლოდ ის, რაც საჭიროა და არ ვჭამოთ ამაზე მეტი, რადგანაც იგი ჩვენს ფუნქციებს და ენერგიას წაიღებს, ხოლო ეს არ გვინდა, ხო, რა თქმა უნდა. That's a difficult one. ესეთი რჩევები შეიძლება მიეცეს ესეთ პიროვნებას. Any tips for not eating so much? და ვის მოსწონს რომ ბევრი არ ვჭამოთ ეს განცხადება? It's good to eat a bit slower, actually. Eat slowly. ასევე რეკომენდირებულია რომ Yeah, if you eat slow, if you give yourself you eat at a reasonable rate, and then when you finish your plate, instead of filling the plate up again, you just wait a little bit, and you find that I feel okay now, როდესაც თქვენ ნელა მიირთმევთ, რეკომენდირებულია რომ ნელა მიირთვათ, ნელა როდესაც მიირთმევთ, მაშინ აღმოაჩენთ რომ როდესაც მეორე თებს გაავსებთ, მეორეჯერ ცოტა ხანს რო დაიცდით, მიხვდებით რომ არ ჭირდებათ და კარგად გრძნობთ ახლა თავს. It's more difficult when you live in an ashram because there's certain meal time. როდესაც აშრამში ცხოვრობ, ცოტა ასე რომ ვთქვათ, რთულია ეს პროცესი, რადგან განსაზღვრული დროებია ჭამის. So when I was first on the Bhakti course, it means, it's very strict. And so what you do, you just top up in the morning, make sure you've got plenty. Then, you're going enough to keep you going. You may just take a little bit more than what you actually need just to make sure. და როდესაც ფაქტა პროგრამას გავდიოდი, მანდ მივხვდი რომ დილით უნდა ჭამო ცოტა მეტი, რადგანაც დღის განმავლობაში რომ დაგაკლდეს ან რაიმე მოხდეს, მაინც დაიზღვიო თავი რომ გაქვს რა მანა. Okay. Anyway, it's not a big, at least it's better to take prasadam than, top up with too much prasadam and eat some bhog. Jobs, თუმცა არ არის ეს ისეთი, ასე რომ ვთქვათ, დამღუპველი, ასე რომ ვთქვათ და თუ კი პრასადს მიირთმევთ, ჯობია რომ პრასადით გაძღეთ, ასე რომ ვთქვათ, ვიდრე რამე სხვა ჭამოთ ბევრი. Okay, got it. Anything else? Jai. Srila Prabhupada ki. Jai. Dayananda Swami Maharaja ki. Jai.